გამარჯობა, დღეს შევეცდები ლიზინგის მთავარი პირობები მარტივად აგიხსნათ. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ერთი მხარე ლიზინგის გამცემი გადასცემს მეორე მხარეს ლიზინგის მიმღებს აქტივს დროებით სარგებლობაში მისი გამოყენების უფლებით პერიოდული გადახდების სანაცვლოდ. განვიხილოთ, როგორ მუშაობს ლიზინგი და რა ძირითადი პირობები არის განსაზღვრული. ურთიერთობა ხელშეკრულებით რეგულირდება. დოკუმენტში მითითებულია ვადა, რომლითაც კომპანია გადმოგცემთ აქტივს სარგებლობაში, ასევე პასუხისმგებლობები, რომელიც ორივე მხარეს გვეკისრება. იქნება ეს პერიოდული გადახდები, მომწოდებლის შერჩევა თუ აქტივის მოვლა-პატრონობა. ლიზინგის ხელშეკრულების ვადა რადგან ვახსენეთ, აღნიშნო, რომ ეს არის პერიოდი, რომლითაც აქტივის გამოყენების უფლება გენიჭებათ. ის შესაძლოა მერყეობდეს რამდენიმე თვიდან 10 წლამდე ვადით. ლიზინგის საზღაურს რაც შეეხება, ის შესაძლოა იყოს ფიქსირებული, ყოველთვიური გადასახდელი თანხა ერთი და იგივე ოდენობით, ან ცვალებადი საზღაური, რომელიც ლიზინგის მიმღების ბიზნეს შემოსავლებზე მარგებული გრაფიკის მიხედვით გადაიხდება. ლიზინგის ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პირველადი შენატანის პირობა ლიზინგის მიმღების მიერ ავანსის სახით განსახორციელებულ გადახდაზე. ავანსის პირობა წინასწარაა შეთანხმებული და მითითებულია ხელშეკრულებაში. ლიზინგის მიმღები ვალდებულია შეინახოს და მოუაროს აქტივს, გამოიყენოს იგი მიზნობრივად და შეინარჩუნოს კარგ მდგომარეობაში, ნორმალური წვეთის გათვალისწინებით. ლიზინგის ვადის დასასრულს ლიზინგის მიმღებს აქვს არჩევანი, შეიძინოს ქონება წინასწარ განსაზღვრული ვადით, ან დაუბრუნოს იგი ლიზინგის გამცემს. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა იურიდიულად ხელშეკრულებით რეგულირდება, არც ლიზინგის ხელშეკრულებაა გამონაკლისი, ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აქტივის ფლობეს სარგებლობას, ორივე მხარის პასუხისმგებლობებს და გადახდის პირობებს განსაზღვრავს.